ჩემი დილის ყავა, მეგობრებო. თქვენთან ერთად დაიწყო დღეს. კითხეს სიმაღლეში რამდენი ხარო? ელაშაც აქ არის, შენ მზომოდი. ლაშა მზომავს ხოლმე არასწორად მგონი. ჩვენ და ბავშვებს ერთად გზომავს ხოლმე. ნახდა არ ვიცოდი ხოლმე არასდროს რამდენი ვიყავი სიმაღლეში. ხოდა ახლა შემდგომზომა, რა ვიცი 165 თუ 166 ვიყავი ხოლმე. თუ 168. ბავშვები რამდენი იყვნენ? მოკლედ აი ვერ გავიგე. ხან ის მზომავს, ხან ესე და ვერ გავიგე. ვიზდები და დაბრუნდები თუ რა ხდება, არ ვიცი. 166 არიან ბავშვები. შენახალით 2 სანტიმეტრით მეტი. ალბათ მეც ესე მეგონა მთელი ცხოვრება რომ 168 ვიყავი სადღაც, არ ვიცი საიდან, არასდროს არ გამიზობია, მაგრამ ესე მეგონა ხოლმე და ალბათ იქიდან გამომდინარე რომ 170-ს ვინც ამბობდა, იმათზე ოდნავ დაბალი ვიყავი და მაგედან დასკვნას ვაკეთებდი. ხოდა ესე მეგობრებო. თქვენ შეგიძლიათ გოგლებს 5 სანტიმეტრი 10. ხო რა, მოკლედ ესე ვათამაშებ, არ ვიცი, 170-ით შემიძლია რომ გავხდე ხოლმე. მაგრამ ალბათ 168, 167 შეიძლება ესე ვიქნები რა. ვფიქრობ საშუალო სიმაღლის ვარ. არც ძალიან მაღალი, არც ძალიან დაბალი. ხოდა ესე, კიდე რა ვიცი რა გაინტერესებთ, რაღაცებს მწერთ ხოლმე. მაგრამ ძირითადად არა, ფეხი ზომა ეხლა არ უკითხავთ, თუ შემეკითხები არ მეტყვი. ვინმე თუ აპირებს ფეხსაცმელი მაჩუქოს. მაგასაც გავზომა ზუსტად არ ვიცი. კარგი აზრი მომაწოდეო, მეც ლობიო სალატს გავაკეთებ. ძალიან მიხარია. მართლა გემრიელია, საზაფხულო, კერძია მშვენიერი. არ მჯერა შენს ახალ ვლოგებს რომ ხედავო. მეც არ მჯერა. თუ. თვალი არ მეცეს. თორე ეხლა ხვალიდან შევწყვიტა აუცილებლად. არ მიჭირს ეგეთები. იმედია ესე გავაგრძელებ. ისეთ შეგრძნება მქონდა თქვენთან ვიყავი მთელი ყურადღებით ვუყურებდი ვლოგსო. ხო, გუშინ ძალიან დაწვრილებითი ვლოგი თუ გუშინ წინ დავდე რაღაცა დეტალებში ვიღებდი რაღაცებს და ალბათ მაგიტომ დაგჭა ესეთი შევეჭდილება. აი მე იმედია ეს სვალკის ხმა არის, მის სვარკის. მაგალკა. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მაგას, მაგრამ და კარგად ხატავს მარიტაო, წარმატებებიო, ძალიან დიდი მადლობა. კი, ნამდვილად. ჩვენც მარიტას ფანები ვართ. როგორც მხატვრის. ნახოთ კიდე რამე საინტერესო კომენტარი ხომ არ გამომრჩა. მარიტა როგორ გავს ბებოს ლაპარაკი ხმის ტემბრიც ლაშას დედასო. ილაშიც აქ არის ხა და. მართლა გავს დედას. ამს გავსებ შენ. ხო, აი რაღაცით შეიძლება ხანდახან მეც უფრო ამს გავსებ. აი თმის ფერი მაგალითად ქერარო არის მარიტა, ფატისა აქვს ეგეთი თმა. თვალის ფერი არა, მაგრამ რაღაცა აქვთ, რაღაცა საერთო აქვთ ნამდვილად. და მე ვფიქრობ დიასახლისობაშიც დაემსგავსება. კერძების გაკეთება უყვარს ძალიან მარიტუნას და ძალიან დიდი იმედი მაქვს მაგის. გუშინ ბუტერბროდი მომიმზადა ავოკადოს. ძალიან გემრიელი. რა გავიღვიძე. იმიტომ შენ ავოკადო არ გიყვარს და პამინდორი და მარტო პურს ხო არ გაგიკეთებდა.
და შესახში არ იყავი. და მე მეძინა, ძალიან დაღლილი ვიყავი და რო გავიღვიძე, დამხვდა ესეთი ტოსტი უგემრიელესი, დამახვედრა შვილმა. რას მოვესწარი? თან ისეთი სიყვარულით და სითბოთი მომიმზადა, რომ რა ვიცი. ვაიკა, როგორ ხარ ლაშა და ბავშვები მომიკითხეო. ლაშა. მოგიკითხეს. არა, მე ვიღაცამ დამიწერა. მოიცადე, ახლა ვიპოვე კომენტარს. შენ მოგეწონება ეს კომენტარი. შენზე თუ არა? კი, შენზეა. აი თუ. მაგრამ ახლა ვერ ვიპოვი ალბათ. ხო, ნუ მოკლედ შინაარსი ეგ იყო, რომ კარგები ხართო და კარგი მეუღლე გყავსო. რაღაც ეგეთი. ხო, სიმაღლეში რამდენი ხარო ვუთხარი, ძალიან კარგ ფორმაში ხარო თან მოაყოლა ამ კომენტატორმა. ძალიან დიდი მადლობა. და ორჯიშ დაგაწყებინა. ვინ ვის დააწყებინა? просто შენ გამისწარი. აღარ მელოდები ხოლმე. არ მომწონს ჯაკობსის ნალექიანი ყავა, არ არის კარგი გეთანხმება. სხვათა შორის რამოდენიმე კომენტარი მომივიდა მაგაზე და მე მეგონა მარტო მე არ მომეწონა, ან მეთქი მე ხო არ შემხვდა ცუდი თქო. ჯაკობსის ნალექიანი ყავა რო გავხსენ, იცი რა საშინელი გემოქონდა? ვერ დავლი, ეხაც ვეღარ დავლევ მაგას, всё, ტყუილად ვიყიდე. თუმცა მოთაგეთი ჯაკობსი. ხო, და ისა მე რო ვთქვი რომ არ მომწონს თქო და რამოდენიმე კომენტარი შორის იყო რომ კი მეც არ მომწონსო. რა არის? მოკლედ ისევ შემაწყვეტინეს მეგობრებო. ისევ დამირეკეს. ხა და აღარ მახსოვს სად ვიყავი, რას ვამბობდი. ხო, ყავაზე ვამბობდი რომ მეთქი მარტო მე არ მომეწონა, ანუ არიან სხვები ვისაც არ მოეწონა და ძალიან ცუდია, იმიტომ რომ ეგ ყავა, ეგ უნალექო. მიყვარს იაკობსის და ყოველთვის ყიდულობდა ეს ნალექიანი, რა გახდა ვერ გავიგე ესეთი ცუდი გემო რატო ქონდა, არ ვიცი, რატო აქვს ზოგადად ეტყობა, იმიტომ რომ ვადაგასულიც არ იყო. და მარტო ჩემ შოკრაში არ იყო პრობლემა, ესე იგი ზოგადად ეგეთი ყავა გამოდის. ესეთი დასკვნა გავაკეთე მე. კიდე მკითხეს თუ შეიძლება მითხრა რა შენი ნაბიჯები, ხო, რამდენ საათს გადიხარო? ხო, 8000 ნაბიჯს გავდივარ დაახლოებით საათიდან საათნახევრამდე რა. სადღაც ეგრე. თუ სწრაფი ნაბიჯებით დავდივარ, უფრო 1 საათში ალბათ ვრჩები ხოლმე და ხანდახან არის რომ სწრაფად არ დავდივარ და ნელა დავდივარ და მაგ შემთხვევაში უფრო რა თქმა უნდა დროში უფრო იწელება. ველოდები მაკიაჟებსო. იზამ წერს. იზას გარდა ვინ ველოდებით კიდე მაკიაჟებს დამიწერეთ რა. მაინც ვაპირებ რომ გადავიღო, მაგრამ უფრო ისე რომ გადავიღო ხალისიანად რომ ბევრი ელოდებით. იზაზე კიდე ძალიან მიხარია რომ ყოველთვის მახსენებ მაკიაჟები გადასაღები მაქვს. რა არიცი, ეს მაკიაჟი რო გადაიღო, უფრო მეტი ძალისხმევა გჭირდება. იქ მოსაწესრიგებელი ხარ კამერასთან, რაღაცა ლამაზად გინდა რომ დაჯდე, დადგა კამერა, დატენილი უნდა გქონდეს, გარემოც უნდა სუფთად იყოს. კოსმეტიკას ყველაფერი მოამზადო. ხანგრძლივი პროცესია, ჯერ მომზადების, მერე გადაღების, მერე მონტაჟზე ხო აღარ ვლაპარაკობ, ძალიან დიდი დრო მიაქვს და რომ ვნახულობ მერე რომ ნახვები არა აქვს იმდენი რამდენიც უბრალო ვლოგებს, რომლებსაც დიდი ძალისხმევა არ ჭირდება, ვიღებ უბრალოდ იმას, რაც ხდება იმ წამს, აი ხანდახან ისე მოუწესრიგებლადაც ვარ და ამ დროს ჩემი ტვინი, რა თქმა უნდა, ირჩევს მარტივ გზას და ცდილობს, რომ დიდად არ აიტკიოს აუტკივარი თავი და გადაიღოს აი ესე მარტივი
ვიდეოები და თან როცა ხედავ, რომ ეს ვიდეოები უფრო ყურებადია, თუმცა ყველაფერს ჭირდება შრომა, ნაყოფი რომ გამოიღოს. ესე ვდებდე ვიდეოებს, მაკიაჟის ვიდეოებს სისტემატურად, ალბათ მე მომიგროვდება ის ხალხი, ვინც ამ ვიდეოებს აფასებს და შესაბამისად მე უფრო მეტი мотиваციაც მექნება და ალბათ შედეგიც უფრო კარგი იქნებოდა ზოგადად. ხო და მინდა რომ მაინც გავაკეთო ეგ კვირაში ერთი ვიდეო მაინც ვფიქრობ დავდო მაკიაჟის ან კოსმეტიკის დატესტო ან რაღაც ეგეთი და შემოვიკრიბო ის აუდიტორიაც, ვისაც ეგ გაინტერესებს და ვლოგებს დავტოვებ, რადგანაც ძალიან ბევრმა ვლოგების გამო გამოიწერა ჩემი არხი, ამიტომ ვლოგებს ჯერჯერობით ხელს არ ვახლებ. სანამ შევძლებ გადავიღებ ხოლმე და აი მაკიაჟები მინდა რომ დავაბრუნო, მაგრამ აი ეს ძალიან პასიურობა არ მომწონს და ცოტა ფეხს ვითრევ მაგის გამო. ვიცი რომ არ იქნება ნახვები დიდად. იმიტომ რომ ეხა უფრო აქტიურად მიყურებენ ვლოგების მოყვარული ხალხი და ეს მაკიაჟები დიდად მე მგონი არ აინტერესებთ. და ის ხალხი, ვისაც მაკიაჟი აინტერესებთ, ალბათ დიდი ხანია უკვე გამიუქმეს გამოწერა, იმიტომ რომ გადავედი ვლოგებზე. მოკლედ აი ესეთი სიტუაციაში ვარ და ჯერ მეც არ ვიცი რა მოვახერხო და როგორ გავაკეთო. ახალი არხის შექმნასაც ვფიქრობ ხოლმე, მაგრამ მე მაინც ვტოვებ ისე როგორც არის ჯერჯერობით. ასე რომ ალბათ უფრო მაგას გავაკეთებ, რომ კვირაში ერთხელ ერთ ვიდეოს დავუთმობ ჩემს საყვარელ მაკიაჟს და კოსმეტიკას. ვფიქრობ, რომ ესე გავაკეთებ და სამომავლოდ რაღაცა იდეები კიდე მაქვს. და იმედია, რომ განვახორციელებ. თავარია ყველაფერი კარგად იყოს, ჯანმრთელად ვიყოთ, დანარჩენი ყველაფერი გამოვა. ტუჩების ткаცუნსაც რომ გადაეჩვიო და ენით კბილების წმენდას არა და ნუ აბრიალებ აჭყეტავ თვალებსო. ესე დროს არც ვიცი ხოლმე რა ვუპასუხო ესეთ კომენტარებს და როგორი თბილი კომენტარია მეთქი და ვუწერე. მეტი ვარბარი მოვიფიქრე. მეზარება ძალიან ახლა ამ ადამიანს ხომ მე მაინც ვერ ვასწავლი ვერ ცდილობას და ვერაფერს და რა აზრი აქვს რომ ანიკამა თუ ან რაღაც არ ვიცი. თუმცა ალბათ ხანდახან ახლა ცუდ ხასიათზე თუ ხარ ადამიანი შეიძლება რომ მაგაზე იყარო ჯავრი. კაკრას კარგი ობიექტია მაგისტვის, მაგრამ ამ ეტაპზე არ ვარ ცუდ ხასიათზე და მოკლედ არ ვიცი, უკომენტაროდ ვტოვებ. ხო, აი მარიამმა დაწერა, როგორ არის ზოგიერთი ადამიანი, მით უმეტეს ქალი, ასეთი ბოღმიანი, რამ გაგაღიზიანეთ, ახლა რას აკეთებს ეს გოგო მისთანასო? მადლობა მარიამ. ხო, რა ვიცი, აი ზოგს მაინც ვაღიზიანებ. დასკვნა, ყველას ყავს თავის წილი ჰეიტერი ამ ცხოვრებაში. ტუჩების ткаცუნზე არ ვიცი, არ დავკვირვები ვარ, მაგრამ შეიძლება მაქვს ეგ და ძალიან ცუდია თუ მაქვს, იმიტომ რომ მეც არ მომწონს დიდად, ახლა არ არის ეს სიამოვნო, მაგრამ ესეთი ვლოგები როცა არის ყოველდღიური, როგორც შენ დაქავს რომ ელაპარაკები ხوار და დაუწყებ ტუჩებს ნოატკაცუნებო და რაღაცეები. ან ჩაოლებრივი ბუნებრივი მოვლენა არის ეგ და არ ვიცი რა თუ ეგრე გაღიზიანებთ რატო უყურებთ მაშინ ჩემ ვიდეოს აი რატო ვინ გაძალებს ენით კბილების წმენდა და ნუ აბრიალებ აჭყეტავ თვალებს ესე ვაბრიალებ და ვაჭყეტავ ეს ჩემი ფიშკა არის მეგობრებო ალბათ არ ვიცი ასე რომ რავი გაუქმე რა გამოწერა რა მათ ჩაზე რო ვიკითხე მომწერეს რომ დანკინს აქვსო ეგ არ ვიცოდი და ძალიან კარგია თუ აქვს შეიძლება მაგის გასინჯვა კიდე სისაურში გქონდათო
აბა მოიცა, სისაურში ქონდათ, როგორც მახსოვს, მევგალის ბერძნულ იოგურტს ჩვეულებრივი ხილის გარეშე, რომელიც არის აროქს მაწვნის გემო, უფრო არაჟანს წააგავს და უგემრიელესია. ხო, მევგალის რომელია, არ ვიცი. მე ზოგადად არ ვგიჩდები მაგ ბერძნულ იოგურტებზე. ამიტომ ვერ ყვევი. მარიკა მიცის. მე ჩვეულებრივი მაწონი მირჩევნი. დაიკარგები უკარგესები ხარ მთელი ოჯახიო. ძალიან დიდი მადლობა. მოგესალმები, საყვარელ ჭარხალი რაოდენ ბევრიც არ უნდა გაუკეთო, არ მისცემს ისეთ ფერს ბულგარულის ან მწარე წიწაკის ტომატი უნდა დაემატოს ოდნავ ცხიმში მიმდევარი პომიდორის პასტა მარტო არ აძლევს კარგ ფერს. მარიტა ულამაზესია ბედნიერი მომავალი. ძალიან დიდი მადლობა რჩევისთვის. მაგრამ მე ადრე გამიკეთებია, სხვათა შორის ბულგარულს არასდროს არ ვუკეთებ. მე ბორშს და გამომსვლია ბევრჯერ წითელი ბორში და ყოველთვის ვფიქრობ იმის ხარჯზე, რომ ცოტა მეტი ჭარხალი გამიკეთებია, მაგრამ არ ვიცი, შეიძლება თვითონ ჭარხალზეც არის დამოკიდებული, არ ვიცი, მაგრამ ხანდახან გამომდის ხოლმე წითელი, ოღონდ მართლა ვერ ხვდები, რაზე არის დამოკიდებული ეგ სიწითლე. მე ესეთი თესვი გავაკეთე, რომ ჭარხალზე, იმიტომ რომ მართლა აი ხასხასა წითელი ბორში გამომსვლია, როცა ცოტა მეტი ჭარხალი გამიკეთებია და აი ბულგარული არ გამიკეთებია არასდროს, თუმცა ალბათ მოუხდება, ხო, რატო არ უნდა მოუხდეს ბულგარულიც. ტომატს არ ვამატებ ბევრს ხოლმე, იმიტომ რომ მე ამჟავებს და ეს მჟავე გემო არ მომწონს და დიდად სიწითლესაც არ მატებს. კიდე სიწითლის ფიშკა ვიცი რომ ეგ არის, რომ ლიმონის წვენი უნდა დაასხა ჭარხალს ან ძმარი. და ეგეც მაგას სულ ვაკეთებ ხოლმე, მაგრამ მაინც ხან გამოდის, ხან არა. აი ესეთი ძალიან კაი წითელი. და ესეთი კომენტარები იყო. მოკლედ რაზეც შეიძლება და კომენტარის გაკეთება, მე მგონი რომ გავაკეთე ყველაფერზე. დანარჩენი არის თქვენი გულები, ძალიან კეთილი სურვილები, კომპლიმენტები, რაც ძალიან სასიამოვნოა ნამდვილად და ძალიან დიდი მადლობა ყველას. ესეთ კომენტარებს ვკითხულობ, ყველას ვაგულებ ხოლმე და ძალიან მიხარია გულში. თუმცა, როდესაც წავიკითხავ ხოლმე კომენტარებს, ვეცდები ხოლმე, რომ წავიკითხო უფრო ისეთი საინტერესო კომენტარები, სადაც იქნება ან შეკითხვა, ან რაღაცა ისეთი მსჯელობა, ან რაღაცა მოკლედ ისეთი თემის მომცემი რაც იქნება, იმას წავიკითხავ ხოლმე და თქვენთან ერთად მოკლედ განვიხილავ, ასე ვთქვათ. ვეცდები მოკლედ რა. ასე რომ არ დაიშუროთ კომენტარები, გაგოებო. ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის და მიხარია ხოლმე. და ვლოგებიც უფრო საინტერესო იქნება რა, როდესაც კომენტარებსაც განვიხილავ რა, მე საინტერესო თემაზე მე ვფიქრობ, იმიტომ რომ ესე ყოველდღიურობას კი ვიღებ, მაგრამ რაღაცაც ხო გვინდა, რამე ისეთი. ვილაპარაკოთ ხოლმე. ესეთი ამბები. ეხლა არის დილა. ცოტა ხანში უნდა გავიდეთ. სანამ გავალ მინდა რომ მოვასწრო მონტაჟი, რომ დღეს ვიდეო დაგახვედროთ. დავამონტაჟებ, მერე უნდა გავიდეთ და მერე ასევე შეიძლება რაღაცები ვიყიდო, ან არ ვიცი, რაღაც უნდა გავამზადო სადილე, იმიტომ რომ არ მაქვს არაფერი დღეს და არ ვიცი რას მოვიფიქრებ. ასე რომ დაელოდეთ ყოველდღიურ სახლის ვლოგსაც. ეს უბრალოდ დილის ყავის ვლოგი იყო. და აბა დროებით ახლა დაგემშვიდობებით. ყველას გოცნით, უღრმესი მადლობა რომ იყურეთ ბოლომდე და აბა მომავალ ვიდეომდე. კარგად.